გავაგზავნოთ მეორე ეპიზოდის გადაღება და რაც შეეხება მონაცემებს ხოლმე და იმას ხმა მეც მაწუხებს ხოლმე საერთოდ ხმას ფარავს ხოლმე ხო და თქვენის ნებართვით ჯერჯერობით ისეს ხო ბევრი მეტი მე მგონი არაფერი არ არის გასასწორებელი რა და ამას დავაყენებ დავაყენოთ ხო? კაია? ალბათ კაი იქნება. და გავაგზავნოთ ჩვენი ლორდის ჩვენი ფინმარკოს ოჯახით. აი ამით. ეს არის ეროვნული გერბი. ყველა მოთამაშე აი რამდენი ისიც არის რა სათავადო სააზნაურო იმპერია სამეფო აქეთ ტომობრივი გაერთიანებები აქეთ რა ვიცი აქ აი ბიზანტიაში არის იმპერიული ადმინისტრაცია მმართველობის ფორმა მაგალითად აი ეს მართლმადიდებელი ჩვენი ძმა ჩვენი იმპერატორი ჯიგარი აქეთ ირანის ტერიტორიაზეა რაღაცა ისინი წარმოქმნილი აგერ იქტა და სუნიზმი ისლამი შიიტები და სუნიტები არიან და ეს და ესე გავაგზავნოთ ისე ჩვენი ლორდით თამაში ჩრდილოეთში ორი ტერიტორია დავიფყარი მოვახერხე დღეს ნახოთ ახლა შემოვიერთებ აი ამ ნაწილს თუ არა და მე აქეთ გადავალ თუ არა წარმატებით 95 მეომარი ამისი რა საერთო ამის ლორდი ეს არის და ამას ყავ კიდე 863 მოკლედ უნდა ვიყო ჩავოთ რა ესე კაი ბატონო ნუ ახალი გადაწყვეტილება არის ხელმისაწვდომიო იმეების განდიდება მაგრამ აქ ფულს სამართლებს სამაგიეროდ არ გვინდა საუბედურება ინტერეს აი არმიაში როგორაა საქმე 558 ეღოთ არასრული შესავსებია ნუ ვასალები რომ ეყოლება შემდეგ უკვე ამას იმას ვიდავდა ეხა სამეფო დავიქმნა რა ტერიტორიები უნდა დავიკვირდო დეიურე ანუ ჯერ ჰერცოგის ტიტულიც არა მაქვს პატარა მამულის იმის ქვეშ არის გაერთიანებული და ორი ტიტული მაქვს დარწმუნებული ვარ ამისი და ამისი ხო აი ამის მამული ყოლა და ეს სარცალკე ყველაზე პატარა ერთეული რაც შეიძლება იყოს და ფინმარკო და ამასაც ფინმარკოს საჰერცოგოზე რო შეუქმნა ეს ტიტული მინდა კიდე რაღაც აი ეს ტერიტორია ანუ ამას უნდა მივაწვი აქეთ მხარეს რა რო საჰერცოგო შექმნა და სამეფო რო შექმნა აი ეს ტერიტორია აი მომიხაზა აქეთ ლაპლანდიის სამეფო ერთ სიტყვით რო შექმნაო აი ესეო რა ესენი რომ დავიკვირო ნუ მოკლედ ლოგიკურად ჯერ უნდა ვიჩალიჩოთ ისე ხო საჰერცოგო შექმნაზე ნუ აუგზავნოთ გამვითარეთ გავძლიერდეთ და განვაგრძოთ ეხლა ამ ჩვენ მინიცთა კაბინეტს უნდა დავავალოთ კიდე სხვადასხვა დავალებები ლეგენდის შექმნა და პრესტის პლუს 50 მიმატებს ეს რო გავაკეთებინო ეს არ გვინდა აჰა მოდი გავაკეთოთ ეს აი აქ კაი და დაკავდეს ამით ეს მოვიდა თლიანად ჯერ კიდევ ვერა მაგრამ მოვა სოლიდატურით დასახლება რომ შემოსავალი მომცეს აქ თანამდებობა გათავისუფლდა აჰა
ერთსაირად. ჯანმრთელობა ჩემთავს, თქვენს მეგობრებო, ყველა საყვარელ ადამიანს. ყველა ჩემ გამომწეს და არა გამომწეს, ვინც შეხედავს და ნახავს ჩემს და ვიდეოს. ვინც გამომწერები ხართ, იმათ კიდევ ორ მოგათ. ეხლა ჩვენ უნდა დაველოდოთ, რომ ეს არმიის ფონდი სრულად შეივსოს 558-დან ავიდეს 558-მდე მაქსიმუმამდე. ეს ადრე რო გითხარით, კარგი სკილები აქვს, მეთქი კიდე დუელში გამომიწვიეს რა და რა წაგიკითხავთ, ესენი უნდა წაიკითხოთ ხოლმე რა. ინგლისური ან რუსული უნდა იცოდეთ სიტყვით, რო სულ ყოფილად თამაში თუ არა ვერ ითამაშებთ ამ თამაშს. მაშინ უნდა დაიზეპიროთ როცა განმავლობაში რაც ძალიან ბევრ დროს აიღებს. ამის გარეშე ვერ ითამაშებთ ამ თამაშს რა. ეს რო იცოდეთ ისე. ალორდი იგაო, ანუ გამომიწვია რა ეს რა. ორი ისამაკ რა, მიღებულია ისო. მოდი მივიღოთ ისე, აბა რა ხმა მოხდება. კიდე დე დაუტირე. და ეხა დუელში რატო ჯობნი ამათ? აი ამის გამო აი. აი საომარი მოდიფიკატორი მაქვს და აი ეს ამ თავიდანვე საომარი განათლება მივეცი ბავშვს თუ დააკვირდებოდით და აგერ ეხლაც მონადირის გზას მივყვები და ესეც მაძლევს სამხედროს მეომარს +2-ს და ჯანმრთელობას +1-ს და აქ არის რაღაცეები თუ გადარჩევა გინდათ მე აქ უნდა დააკვირდეთ წაიკითხოთ ხოლმე რა. სხვადასხვა გზებია თვითონ პიროვნულად ადამიანის. ნუ ერთი სიტყვით. აქ შეიძლება რაღაცეები უამრავად მოგვარდეს. ეს რო ეხა გამოვიწვა, ამას ვერ გამოვიწვი დუელში. ეს რომ მოკლა შეიძლება ამის ტერიტორიები დარჩეს მე ან სხვა კიდე, რა ვიცი. ეს თუ გამოვყვება. და დუელში ადამიანები რო გამოიწვიო, უნდა იყვნენ აუცილებლად აი ამ გაერთიანების წევრები რა. ნოფში ესებია, სანას ორდენები და რაღაცეებია რა ერთი სიტყვით. და სანაცნობოები და ორდენები, ანუ კულტები და ისინი საიდუმლო ორგანიზაციები, სადაც ერთიანდებიან ხოლმე. სურვილის სამღერე, ხა მაგალითად აქ ეშმაკის მსახურებიც არიან, აი სამხრეთში, აქეთ უკვე ბევრი ორდენებია რა, ისინი ასასინები არიან ისლამურ სამყაროში და ასე შემდეგ. ეხლა თუ შეიძლება ვინმე ბრძოლაში გამოწვევა არის, არავის, ყველას ეშინია. ჩემი. ახლა ერთი რაღაცა შეიძლება აი ეს ნაკავაშენოთ აუცილებლად ეს მომიმატებს აუცილებლად ჯარს და იმას გაუძლიერდები რა აი ეს ახალი სასულიერო ვიდეო დავნიშნეთ. აი ეს არ გვაწყობს. აი ეს არის გენდერული კანონები მემკვიდრეობის. ნაგნატიკური და კოგნატიკური არის, რომ ქალებსაც თანაბრად ექნებათ. შენ მემკვიდრეობაზე ტიტულებზე და ტახტზე უფლება და კაცებსაც ეს თუ მივიღე. ეხლა ვახ მარტო აგნატიკური და ვაპირებ რომ ესე გავაგზელო რა. ეს არის ხო მაინც არჩევითი იქნება შესაბამისად არა. საინტერესოა ხოლმე სენიორატი ან პრიორატი, მაგრამ მაგ შემთხვევაში ისინი რომ დააყენო პირდაპირ მემკვიდრეობით რომ გადასცენ არჩევნები არ იყოს და არაფერი არ იყოს. მაგ შემთხვევაში მაგარი იქნება ხოლმე ის ფეოდალიზმი უნდა მიიღო და კათოლიციზმი წარმართობაში არ უნდა იყო. და ეს ტომობრივი წყობა არ უნდა გქონდეს და წარმართობა არ უნდა გქონდეს რა. მე თუ გაქრისტიანდება. აქ რაღაცა მუღამი წარმართობით თამაშობს და წარმართი ლიდერებით თამაშობს. უკიდურეს ჩრდილოეთ ხო და
აქ თავისი პლუსები და მინუსები ის და გავაგრძელოთ ახლა ჩვენ რა ხდება ხო ნუ პრინციპში ესეც ჩემი მიწა თანაბრად შეიძლება ვიზრუნო აგერ ესეც აქ ავაშენოთ კიდე ეს იქ როცა აი ამას აკლდება და ამის ხარჯზე რაღაც შენობებს აშენებ აქ ამის ხარჯზე რა აქ ნაკლებს იღებ მაგრამ არა უშავ რა იმდეს მაინც მოაგროვებ როცა უკვე ტიტულები ექნება მიწებს დავიყურს და გავძლიერდები რომ ყველა ევროპის ლიდერს და ყველაზე გამოჩენილ გვარებსაც გადაუსწრო მთელი ევროპის და აზიის მასშტაბით რაც იქნება საკმაოდ სწრაფად აშენდება რა როგორც ეთყობა შვილი მეყოლა აი ახლა შემოგთავაზეს საიდუმლო ორდერში გაწევრიანება. ეს სავარაუდოდ აი ესეთი კარგით როცა გამოდის, ეს არის ხლადნიკებთან ანუ იდეაში ხლადნიკები ეშმაკის მსახურებად თითლებია. საიდუმლო ორგანიზაციაა რა. ეს უფრო კეთილშობილური ორგანიზაციაა, სადაც უფრო ახლა ვარ რა. მეომრების დავტყმელი პურის ჭაველების ასე რომ თქვა და ეს ცოტა ესეთი საიდუმლო ორდენია. ამიტომ არ გვაინტერესებს შეჯერობით ახლა აქ ეშმაკის მსახურები არიან იდეაში და უთხრა თუ არის რა. მოკლედ მეუბნებიან ახლა აქედან რომ ეს დუელში გამოიწვიეო და გამოვიწვიოთ აბა დავალება მომცეს რა. ეს აღმოდი. აჰა გამოვიწვიე და დაუდივე. და მომცეს ის მომიმატეს რა. შვენია რომ 207 მაქვს. აქ მე შეიძლება რომ აი აქ პირველ ადგილზე მე გავიდე და მათი მეთაური გავხდე რა. და ეგ ძალიან ბევრ შესაძლებლობას მიხსნის ანუ რა. მე სამომავლოდ. ესეც ავაშენოთ ბარემ აქ ეს ყველაფერი არმიაზე აისახება აგერ. შესანიშნავად 1969 თუ აქეთ ამის დაპყრობა ხوار გავაგრძელო. პრესტიჟი მინდა ეხლა რომ გამოვუცხადო. 553 მეომარი ყავ. ამას წესით უნდა საერთოდ სახი გავაძრო რა. წესით და რიგით. და ესე მომი. თან მე ხო მოკავშირეც ხო? მოდი მაინც რო არ წავაგო ყოველი შემთხვევისთვის თან შევინახავ და თან ისე გამოვუცხადებ ამას თუ წავაგე. მომზადებული დავხდები. და აბა დავიწყოთ ახალი ტერიტორიების აი ეს ოკრუგის დაპყრობა მთლიანი. აქ არის ანუ გადასახადად დანიკი რო იყოს შენი ანუ მოხარკე რო იყოს ჰეგემონიის დამყარება და ტერიტორიის შემოერთება უშუალოდ და სხვადასხვა კაზუსები არის ხოლმე მე რაც იზრდება სახელმწიფო და ის. შესაბამისად ჩვენ შეჯერობით ვართ ორიენტირებული ტერიტორიების უშუალოდ შემოერთებაზე. ხო თვითონ წამოვიდა. მე მაქვს ჩემ ტერიტორიაზე პლუსი აი აქ რაც გითხარით.
სხვა პლუსებიც არის მთიან ადგილას რელიეფი, მდინარის გადმოლახვა და ასე შემდეგ და გონია ეხლა რომ მომიგებს და მაჯობებს, არ ამგონია უკვე ორი სარდალი ყავდა მე თვითონ უხელმძღვანელებ უშუალოდ კიდე ეგ პლუს კიდე აძლევს რაღაცა ბონუს შემარმიებს და მე მგონი უნდა დავამარცხვა, ვნახოთ, მეც მაინტერესებს რა მოხდება უბრალოდ. ნართლა სერიოზულად მაინტერესებს. ნაი ვამარცხებ როგორც მოსალოდნელი იყო და შუა ბრძოლაში გამომიწვიეს ბრძოლაში მე რო გითხარით ეხლა აი ამ შემთხვევაში როცა გაქვს კარგი მოდიფიკატორი, კარგი საომარი სკილები, შეგიძლია გაყვე. თუ არა შეიძლება დაგამარცხოს და მოკლან უბრალოდ. და მე შედი მემკვიდრე გამეფდეს, ან დაკარგო ძალიან მეორე ტერიტორია მაგით, ასე რომ ამას მიაქციეთ ხოლმე ყურადღება ძალიან. წავიდა. აგერ დავამარცხე და უტირე. ეხლა გადავყვეთ ბოლომდე საკუთარ ტერიტორიაზე, სადაც დაიხევენ უკარო. არმია ამათი გავანადგურო, მე ძალიან ცოტა ჯარი მყავდა, ვერ გავრისკავ ჯერჯერობით ესენი პარტიზანები არიან, შეიძლება ითქვას რა. 500-600 კაცი არაფერი არ არის. იმიტომ რომ 50,000-იან და 40,000-იან არმიებს ვაგროვებ ხოლმე ფაქტიურად რა და. და იმ თებია და აქ უფრო მეტი ის აქვს, ვინც დახვდება იმას დამხვეწს შემთხვევთან შედარებით კიდევ. აი ხო გითხარით, როგორც გითხარით, მაგრამ ამას ჯერ მე მგონი ის არ აქვს, ხო? ნუ მაინც ვცადოთ ხა. არა უშავრა. აგერ და თავატყვევენ, ნახეთ? ამის გენერალი. და შევწირებს ხვეპლად უკოს. შემეძლო მომეთხოვა გამოსასყიდიც. აგერ ციხეში იჯდებოდა ხო არა, შემეწირებს ხვეპლად. მოკლედ 27 პლუს ჩემ ხარის აი აქ ბრძოლის ის არის რა მაჩვენებელი. მე მგონი ამ ტერიტორიას შევიერთებ. აგერ. ფინმარკის ობიო დაპყრობისთვისო, ოკრუგის დაპყრობისთვისო, ანუ იმ პატარა საჰეთ-სათავადოს ტერიტორიის დაპყრობისთვისო, ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენე ჩვენ ძმას. ეხა ეს ტერიტორია წავიღო და უკვე მე წააგებს რა. 100% აგერ. და შეგვიძლია რომ ვიზეიმოთ. და აი ნახე მანიშნა უკვე რომ ერთი ტიტული შეგვიძლია შევქმნათო. ეს გადაიქცა იმათ, ეს ტერიტორია რომ დააყდა ტიტულის დაკარგა და მოეკვეცა და მარტო ერთი ტიტული დარჩა და ერთი ტერიტორია მიწა ყველაზე პატარა და მე მეუბნება რომ აი აგერ შექმენიო ეს რაც გითხარით წერა დასაწყისში უკვე რა. ეხლა ამას უნდა აგერ მეუბნება ფული შევაგროვო და უკვე ჰერცოგი გავხდები, პატარა უბრალოდ თავადიდან გავხდები, ვიქცევი უკვე ჰერცოგად. აი ეს. ფული გვინდა რამდენი? ფული გვინდა ძალიან ბევრი. კიდე გამოიწვიო დუელში. კიდევ გამოვიწვიოთ დუელში. ჩვენი მეგობარი. აი ეს. წავიდა. აი ეს. 1196.2. ეს უნდა საკმაოდ ბევრი ის. ეს არტეფაქტს ეძებს ხო? აი, გააგზელოს ძებნა. ვაუ, 50 ოქროს მაძლევს ამ შემთხვევაში? აბა, კარგი, 69 შვედიერი საჩუქარი მოწეს ფაქტიურად. ვინაიდან და რადგან შემოსავალი მაქვს ძალიან ცოტა, ძალიან მცირე იმით ვივსებ ხოლმე იმას მიუჯეს და შემილია ეხლა აი ამ არმიას როცა შეკრიბა ბოლომდე ესენი აიღო და ტერიტორიების სასაუხრებლად გაუშვა ხოლმე სხვადასხვა მიწებზე ვიკინგებს, ფინელებს, ჩრდილოელ კაჩევნიკებს, აქ მომთაბარეებს, ხაზარებს და იმათ ააღთეგის ქრისტიანულ ტერიტორიებზე, მუსლიმანურ ტერიტორიებზე და იმაზე ამას ვერ გააკეთებ. ვერც ბრიტანეთში, ვერც ირლანდიაში, ვერც ესპანეთში და შემდეგ ამ შემთხვევაში იზამ მაგას და აი ეს ბოლომდე რომ შემოსწია მე მგონი გაუშვებს რა ხალხს იქ სხვადასხვა მიწების გასაძარცვოთ რომ ფული ცოტა ის დანაკლისი იმით მაინც შევივსო რა 842 მომიმატა ნახე ო საკმაოდ ძლევამოსილი ტიპი ვარ ესე იგი რა ისევ იგივე შემოთავაზება ისევ უარი კანცლერი სამდენია ის
Ne, 70 კი არა. აი ხო. მოდენის რეჟიმში ცოტა ხარ. ო, ამან მოახერხა მთლიანი იმის გაერთიანება. საქსონია მაია კამან. ეს უკვე საშიშია, სერიოზული სახელმწიფო ერთეული წარმოიქმნა რა ამ ტიპის ხელში. დიდი თავადიო თეოდორიკიო საქსონიის. და ნუ აქ სამეფოს ხელატიტული აქვს და ამის მე რჩება გერმანიის იმპერიის შექმნა. ეს ხაკლია. ეხლა ერთი აბა ისინი უნახოთ. ეს რო გამიმეზობდა ან 4000 მეომარის გამოყვანა შეუძლია და ვასალი ყავ 10 და აქედან კიდე მეცაც გამოიყო საქმესო დაჭირეს. ბიუჯეტი და ხაზინა 121 ოქრო საკმაოდ ძლიერი. კაი დაველოდოთ ეს დაიშლება თქუია. ეს დუელი. Nice. დუელები მიყავ ერთი მეორის მიყოლებით რა. ესე. უკვე მეომრის იმაზე გადავედი აქ ამ იმაში რა. სადო აბა მე რამდენი ადგილზე ვარ? აგერ. ნუ სრეფ ვიღაცებს ქულების რაოდენობით. მანამდე ვიზუნოთ რომ ესეც შემოვიერთოთ. ამას ყავმე კავშირები, ნუ ის რამდენი აქ რა. ნუ ვიობთ პრობლემა არა, ამათ დავამარცხებ. ესე მონია. ამას 933. მოდი მაინც შევინახოთ და მე გამოვუცხადოთ. ეს არ მაწყეს ამ ტერიტორიის შემოერთება. დროზე შეიკრიბეს დროზე. სანამ ისინი თავისი გემებით და ზოგიერთ საკეთ ფლოტიც კი არა ახალმე ჩამოაღწევენ. ამას მიტყავს გავაზრებ შეიძლება ითქვას. იერიში შეიძლება ის ვავიღოთ პრინციპში. მაგრამ არა ყოდა საკარგი მეომრები მაგდენი. ესეც 100% და კიდე ერთი ტერიტორია რომელიც გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ მაწყეს რა. ასე რომ ვთქვათ. გვარდიის შეკრება შემიძლია, ხედავ. საკმაოდ საინტერესო ისინი მეხსნება. ასე რომ ვთქვათ. აქ არმია კიდე გაიზრდებოდა მე მგონი, ხო? 867 უკვე აღარ არის სახუმარო ის. მარშალი დაიბრინა, დაუნიშნოთ ახალი მარშალი რა გენერალს გამოაყენა. და ისევ შევაკრებინოთ არმია, აგერ აქ ამჯერად. გენერალს დაუნიშნოთ სხვა კაცი. აი, ეგრე ეს მაგალითად. ამ ფულობას რა მოუხერხო ხა ტიტულის შექმნა რომ მინდა, ჰა? ეს რაღაცაში ჩავერთ, ჩაფთეს ხო? ესებზვის ვის ამას? ესებზვის იმას. მაგარი კაცი არ მაინტერესებს მე თქვენი სამხრეთული ბალტიისპირული კონფლიქტი. ეომეთ ერთმანეთს, ისევ.
ეს აიდან მოხდა, დიდი ალბათობით მოხდა აი აქედან. კი. აი ამ იმის წევრი რო ვარ. ხო, გასაგებია. ვასალი. ამას მე მგონი კი უნდა გავაძრო ისე ტყავი. $93 ხო, ანუ და აი თქვენ წინაშე ახალი ტიტული და ახალი დიდი პოლიტიკური ერთეული. რომელიც შეიძლება რომ დაკარგო. ხლა უკვე მემკვიდრეს თუ არ წარმოადგენ და არ მეყოლება ამ ყველაფერს მაკარგვიები რა იდეაში. აი ეს. ცენტრი ყურადღების რაც უფრო გაიზრდება ტიტულები და სახელმწიფოს მოცულობა მით უფრო გაიზრდება შეთქმულების საშიშროება, ფრაქციების საშიშროება და პასუხისგებლობები. ეგეთი ის კიდე ვისაც გაინტერესებს. ასევე აღარ გადაწყვეტილებებში დამემატა ძალიან საინტერესო ის. აი ესე. აქ შეიძლება რაღაცებით ვისარგებლოთ ხოლმე. War sacrifice. Simon Lodge Commander მე საინტერესო ეს. აი ეს გამოვიყენებ და აგიხსნით ხოლმე რა ერთი სიტყვით. რა რისთვის არის და როდის უნდა გამოვიყენოთ. მოკლედ, ეხლა ვზრუნავთ აიარ ტერიტორიის შემოერთებისთვის. 1205 მხილეთ აი მეურების რიცხვი როგორ გაიზარდა. და აქ გავაგზავნოთ ჩვენ დედაქალაქში ჯერჯერობით მშენებლობა. ნუ აი ეს ტაძარი ავაშენოთ. ხო, ესეც და ესეც ამას დააკლდა რა. ნუ აქ ისე მე იმათ გამივიწვიეო. დუელშიო, მაგრამ არ გამოდის. არ მოყვება. საინტერესო. ჩმორია რა. ამიტომ ეს შევცვალოთ რა ეს დავალება და სხვას მომცემს მე ლოჟის მეთაური. ნუ ესეც ჩემი მიწა, ესეც ჩემი საკუთრებაა. 4-ვე ჩემი საკუთრებაა პირადი. ასე რომ ყველგან შემილია რომ მე აქ დავაშენო ესე რაღაცეები რა. სრულიად უპრობლემოდ. აი აქაც. აი ამის ხარჯზე იქ მარტო ანუ წარმართულ ქვეყნებში აქ ამივების ხარჯზე აშენებთ და ფულის ხარჯიც რაღაცებს. აქ ცივილიზებული მეებში კათოლიციკურ სამყაროში და ამაში მართლმადიდებულ სამყაროში და ისლამში და აი აქ ბუდიზმში და ჩინეთის იმაშიც ფულზე აშენებ მარტო. ძირითადად ყველა შენობას. მშენებლობებს აწარმოებ ხოლმე და ხოლმე ფულით. აი ეს შესანიშნავი. და ეხა ლაპლანდიის სამეფო რო დავაარსოთ და ტიტული მივიღოთ გრჩება რა. ხო. ამის დაპყრობა ეს ხეს ძალიან შემიშლის პრინციპში. აი ეს უნდა გამოვართვა რამენაირად მერი ამას. ჯერჯერობით. ხო, ჯერჯერობით ეს უნდა დავიკავო ყველა შემთხვევაში. ან ცალთვალა ჯიგარს უნდა ის უყურა წავართვა. აი პორტრეტებზე უკაიფობ ხოლმე ადრე ვერთობოდი რა ჩრდილოეთში სულ ზოგი ვიკინგია, ზოგი მეომარი და ზოგს თვალი არა, აქ ზოგს ნაიარევია აგერ აი ყველას რო გადახედო აგერ ბალტიისპირელებს აგერ ამ რუსეთში იმეებში სლავებს აგერ გერმანელებს საქსებს აი მათ
და ასე შემდეგ. საინტერესო რაღაცებია ხო. ესე. Super მიყვარს ეს. აქ ბოლომდე როდი შეივსება ეს არმია და როგორც შეივსება ეგრევე უნდა დაუშვა ამას. ამ ჯიბერს. საყვარელი ორივე ცალთვალა რო არის ვასალის და ისიც მეთაურიც 891 829 არის ეს. ამას როცა აშენებ იდეამი გვარდიის აზმერი იმატებს და საომარი სულისკვეთება ჯარისო და ჯარისკაცების რაოდენობაც იმატებს +10%. მაგრამ აკლდება სამაგიეროთის რომელიც აქულა სიკვდილის მერე დაემატოს საერთო სკალირებულებას რა. ვიკინგების ეპოქა დაიწყო. ესენი ახლა ანუ ვიკინგების ეპოქა დაიწყო ამათი რომ იძახიან ეს ვიკინგები წამოვლენ დიდ სტეპებს შექმნიან და შეუტევენ საფრანგეთის ინგლისის ნაპირებს იტალიის ჩრდილოეთით აგერ რომის პაპის იმას ცივილიზებულს ბიზანტიას და ასე შემდეგ რა ეს სიტყვით ეს ლამაზ ტერიტორიებს ნახეთ აგერ აზიაში ეს საქარავნო სავაჭრო გზებს განახებთ ხა ერთი წუთი სავაჭრო ზონებს აგერ აბრეშუმის დიდი აბრეშუმის გზა როგორც გადის აი ესე რომ გადის საქართველოს რატო არ არის აბრეშუმის გზაზე მოყოლილი ისეთ სამათი დედაც მოთხოვნები უკაცრავად საერთოდ არ ვიგინები ხოლმე აფრიკული სავაჭრო გზა ну ასევე სავაჭრო ზონები ჩრდილოეთ ყირიმის აგერ და ანუ ვენეციელების გენუელების და იმათი სავაჭრო ზონები ნახეთ აი ესე ზღვის კიდე ანუ საზღვაო ზონები რაც არის სამართალი კარგი თამაშია ეცი მე ხო ცუც არაფერს არ შემოთავაზებ უბრალოდ თამაში უნდა შეგეძლოს და ინტერეს თუ გაგიჩენთ თვითონ რომ ისწავლოთ და კარგად თამაშოთ ეს თამაში ძალიან კარგი იქნება და დაინახავთ დღეს თორწი როგორ შევქმნი აქედან აი ამ იმპერიას აი სკანდინავიურ ჩრდილოურ წარმართულ იმპერიას და თუ გამისწორდება მე ეს ინტერესის სფერო შეიძლება მივიღო ის კათოლიციზმი ან მართლმადიდებლობა საერთოდ კიდე შემდეგ უკვე ნახოთ სიტყვით რა იქნება როგორ 1304 უკვე 800 შვენიერი ესე 1300 ავიდეთ და ომი უნდა დაუწყოსიო ისედაც პრეტენზია წარმოგექვნაო რა ამ ტიპთან რა აქ არ მაინტერესებს საჯერჯერობით ეს მიწები ამის გაფართოებით ვარ დაკავებული და არმონია ეს რომ მოვითხოვო მე ნახტასრვა უკვე შესანიშნავი მოდით ახლა მე ამას შევინახავ და ისევ გამოვაცხადებ აი მას ზოლას აბა მოდიციასთან საყვალელო 477 მეომარი განწერულია რომელი ოკრუგისთვის აჰა მოდი ეგერ არა ეს არა აი ეს ზუსტად ან საერთოდ ხო უკარი ეხლა განახებს ნამდვილი წმინდა სისხლის ფინელების ძალა შენ მოდი უბრალოდ ლაპლანდიელების საამების ხო თუ როგორ არის ტერიტორია ჯერჯერობით ამას ვერ ვიწვით იმაში კაი მოგებული რომ აქ მაგას ლაპარაკი არ უნდა ეხა
წავიდოთ ესენი. საით გადახვალ ეხლა პრინციპში შე. მოდი. კარგი. გარისკეს 1022 კაი მოდი დავნახოთ ვინ ვის დაგელოდებით ეს მე გაგანადგურებთ რა თქმა უნდა მოდი ვიობოთ ესეც ბრძოლაში კიდე ერთი დავამარცხე პირდაპირ ბრძოლაში და დავატყვევე და ჟენახე მოდი შევწიროთ ესეც გამოსასყიდო ფული არ მინდა არ მაინტერესებს ესე ხა მოდი აქეთ დღეს ვიქნები ბოლომდე ჩრდილოელი ველური მებრძოლი დაუნდობელი ვიკინგი შეიძლება ითქვას ვიკინგი არა უფრო ფინული წარმოშობა აქვს თანაც ვიკინგები ესეც შევწიროთ და დამოუკიდე ეს და რას მეუბნება რომელი კიდე ერთი ამის თანაბარი ტიტული შემილია რომ შევქმნა ამის შექმნამდე ხო ნუ ეს ტიტულიც არ მაწყნეს სახელისთვის ამასაც შევქმნი კიდევ შენი ეს საბედისწერო შეცდომა დაუშვი ფურზე არ უნდა ის მეკნა კარგი 32 წლის ვარ ჯერ ყველაფერი წინ მაქვს კაცო ეხლა ფულის ემისთვის როგორც გითხარით მე ვაპირებ რომ ჩემი არმიებით შექმნა სტეგი და თუ არ გამიწევს და სახი არ გააძლეს ავაოხროა ეს ტერიტორია ამისი მაგალითად ეს ის და დიდი ხანი მომიწევს და ლოდინი მაშინებისთვის ეს ამდენი დამიჯდება 185 კიდე ეს მიჯდება შეიძლება შევქმნა ეს ტიტული ან არ შევქმნა რა ერთ სიტყვით დავფიქსდები ამასთან ომი არ გიცნობდით, იმიტომ რომ სახის გამაძრობს. ასე თქვის პირდაპირ გადატანეთი მნიშვნელობით. რაღაც ტიტულები რომ გავაო, მეორე მემკვიდრე რომ მეყოლა. არაფერი არ არის, პატარა მამულებით თუ გავლეთ ტერიტორიას ვერ წამართმევენ და დამოუკიდებლობას ვერ მოიპოვებენ, იმიტომ რომ დედა ტიტული ეს რაც არის. რჩება ძირითად ჩემი მკვიდრეს და ტერიტორიაც არ დაიყოფა შესაბამისად. ასე რომ რაღაცე ნერვიულობა არის. ვერ გამოუცხადებს სანამ ხაზინაც არის და მაგ პრინციპში კიდე რაღაც სისულელე გავაკეთე რა სანამ ეს პრესტიჟი მოდის და მოდის
ეს ძალიან კარგი რაღაცა მონადირის ტრეიდს ვიღებ რა და როგორი კარგი ჩამონათვალია ქრეებს მიმატებს უნდა ნახოთ თქვენ თვითონ არით მაშინ ხაზინა დროზე შეიფსოს შევკრიბოთ აი ეს ადამიან თლიანად და ავაოხროთ მიწები სამეზობლო მიწები რაც არის -1.91 კარგი და ეხლა ნახეთ ერთი რაღაცაზე მინდა რომ აი იმ დეტალზე მივაქციო თქვენი ყურადღება როგორც ვი ამ არმიას ჩაურთავ ამას ხოქონდა მინუსი всё ეს არის ურდო აქ წამოვალთ და აქედან ისევ გადავა პლუსზე ეს შემოსავალი პლუს 0.8 და ეხლა მიწებს რო ვაოხრებთ დგები როგორ მოიმატებ შემოსავალი განახებთ თქვენც ამათმა შეკრიბეს ჯარისას რა მოხდა ვესტგოტია ასთა მოუკიდებლობა მოიპოვეს დაიშალა ის 3000 მეომარი დარჩა. კაი, ეხლა გადავიდეთ ამათგე. მაინდა-მაინც ძალიან არ ვეხატები არავის ვის ტერიტორიებს რომ ვაოხრებ და ის. რა უშავრო ფულისთვის საჭიროა. აჰა, კიდე ერთი გავიმარჯვე. ისე მაგარი ღარიბი მიწებია ეს ჩრდილოეთით და იქით ნახეთ აი არაფერი არ არის გასაძარცვა ფაქტიურად რა. მას კაპიკებს ვიღებ. ეს ყოველს განათლება მოწით აი ესე. გადავინაცოთ. აი კონსტანტინოპოლამდე რო ჩავიდი აქ პროსტა დიდი გზა იმდეს მოხვეტაო. ანა იცო ცენტრალურ იმეებში ცოტა განვითარებული პარიზში მაგალითად აგერ. სარაგოსაში და იმაში ესპანეთში. ახლა მიგიშვებს ახლა დიდი გზა უნდა გაიარო. ბაგდადში აი აქ ნახე აი. სიმდიდრეა ნახე ფაქტიურად და რა ის ისე. ნუ მოკლედ სიტყვით ეგრეა რა. თუ რამეს ვიშოვით ვიპოვით ჩვენი მეკობრეობით წავა ჩვენი სახელმწიფოს ხაზინაში. აი ესე. გაძარცვეთ მიდით აი აქაც არის ესე რა გამიმართლებს მე მგონი ოპა წამოვიდეთ ბალტიის და ჩუდის და ოდეგის ლადოგის ტბებისკენ ნევოს ტბისკენ აგე აი ესე ჩავალთ ნოგოროდამდე მე მგონი თუ არა ვწდები ვოლოგდაო ჩუდიო ეს კიო ვიატყაო ეს არის ძველი ნოგოროდის და კიევის რუსეთის ტერიტორიები აგერ მორდვა ნუ ერთ სიტყვით ეს ხაზარებს აქეთ დაუთრევიათ კიდე ამის ტერიტორია და აქეთ ის კიდე ანუ მომთაბარე კავალერია ვის ჯარშიც არის იმათა ბრძოლას ყოველთვის უფრთხილით ეს რაღაცას გეტყვით მონღოლები შემოვლენ მე ხაზარებს პაჭანიკები შემოვლენ ყივჩაღები შემოვლენ მაგათთან დაპირისპირებაში ყოველთვის სათანადოდ მოემზადეთ და აღშერდეთ დაფიქრდით და ერთხელ გაზომეთ თუ როგორც არის რომ ხშირად ამარცხებენ ქვეითი ლაშქარის უმეტესობა რაც არის ან ორდენების თუ ებჯვით ან დაქირავებულებით ან პროფესიონალური ლაშქრით ან ბიზანტიის იმპერატორის ლაშქრით მაშინ შეგიძლიათ თამამად გაილაშქროთ ან აი აბასიდების რეგულარული არმიის ნაწილებით ნუ ტიბეტითაც სხვა შემთხვევაში ძალიან გაგიჭირდებათ და გამარცხებენ აუცილებლად მარცხისთვის იქნებით განწირული ახაც გადმოვიდეთ
და აი ხალხი მეხოცება, ნახეთ, შორეულ ძალიან ცუდი მეებში. როდესაც ამ მეებს მეკობრულ რეიდებს ვაკეთებ, ხალხიც იხოცება რა. ვა ხალხი ინათლება კიდე რა. ჯიგარმა ის მიიღო. ისევ ტომოწყობილებაზეა ოღონდ კათოლიციზმი მიიღო. აგენელელა სამხრეთში ცივილიზაციაში ახლა. რამდენს უნდა მოგიგოთ, ხო ხედავთ რომ ძლიერი ვარ, ხო? ეხლა გადავიდეთ ჯიგრების ამის ტერიტორიებს, რაც მეც ავაუხრებ, ჯარი დააკლება და დასუსტებიან რა. კი საფათო კია ისე. გასაუბრა მიები როგორ მომატებია უნდა. ხო, ასევე მემატება ხოლმე კიდე პრესტიჟის და ისიც ეგეთ ლაშქრობ. ტექნოლოგია განმოვითავე კიდე. შვენიერი. ესეც მაგარი ღარიბი მიწებია. სიტყვით ესე იგი საქსონიის სამეფო დაიშალა და ეს ტერიტორიები გავიდათ ცალკე და მეც მაგიტომ ვაკაცკაცებ კბილებს და ვილესავრო აგე შვეციის აქ უკვე შვეციის საკონუნგო სამეფო შეუქმნიათ რა. ამათ ეთნაბიჯე სკანდინავიის შექმნამდე, მაგრამ ყველაფერი უნდა დაიპყროს ამანაც იგრი არ არის ახლა. სვიტოდიდან დაიწყო შვეციის სამეფო. გერმანული წარმართობა და ვიკინგია რა. ჩამოპატარა ვიკინგია 9 წლის. გაიზრდება 5000-იანი ჯარი შემიგრიბე, ეს ახლა უნდა ავახვიოთ. მერმესთან რომ ხوار დაიწყო. ნახე იმათ ებრძვით ხო. ეხა ისე პრინციპში მე მგონი არის დრო რომ არა ოს სანამ არ იმას ვიზავ ხაზინას არ შევასებ ომსაც ვერ ვაცხადებ ვერავისთან რა. კარი კიდე მეორე პრობლემა სიღარიბე. ციხეში ვინ ჩავსვით 39 კაცი იყო. გამოსასყიდები. ისინი ავიყვანოთ მოდი ეხლა ტყვეები როგორც წარმართვა. კიდევ ერთი დანარჩენი გამოსასყიდი ფულზე გადავახურდაოთ. აი ესე და უკვე პლუს 17 შესანიშნავი 43 აი ესე 161 ხაზინის შევსების ყველაზე მარტივი საშუალება მეკობრეობა. ჯერჯერობით აღარ აქვს ფული და ხასიათიც არ არის. შევქნათ ეს ტიტული, მეორე ტიტული არ გვაწნეს ასევე. და წარმომექმნა ასევე პრეტენზიები კიდე. გავაგზავნოთ ჩვენი აწიოკება აოხრების ისინი მოქმედებები. მაგარი სახელოვანი კაცი გავიჩით ბოლოს. ჩრდილოეთ ევროპას ვაზანზარებ ხო? იმას შვები კიდე. ის მე რო გავძლიერდები ერთი რეიდი ცუდი არ იქნება ბრიტანეთის ვესექსის და კენტის და დენდისფარნის და პარიზის საფრანგეთის და იმის ნაპირებთანაც შევაწუხოთ ეს ხალხი ჩვენი ძალით აუცილებლად ჩავყვეთ ბოლომდე. აი დედაქალაქსაც გავძარცვა პრინციპში ამაცას, აი ამას დავყვები. და კიდე ისი ნახე ლაპლანდიას მაქმნევიებს. ეხა მინდა ფული უკვე პრინციპში, ნახე. რამდენი მინდა? 326. ეს კიდე. ნახე.
4-დან დროზე ავახვიო, ხა სანამ დროა, სანამ ამახვეინეს. На принципе აქ დამარცხდნენ, ხო. იდე. დავასწრით. კაი ბატონო. მაშა სადამედა ესე იგი. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ლაპლანდიის სამეფო. აბა ერთი იმით გამოსასყიდს რამდენი გადაიხდის ვნახოთ. თან არმიას დავასვენოთ, იმიტომ რომ ახლა მინახევდა შორეული ლაშქრობებისგან. მათ აი ეს გაუთიშოთ დაშლამდე აუცილებლად და დავშალოთ. აი ეს. აქ ვინმეს? ჩემი მოკლა უნდა ამას, ნახე. ეს გაუგზავნოთ, რომ შეწყვიტონ ის. მე როცა არავის არ გყავ შესანიშნავი კიდე 20-ო, კაი, აჰა. საქსონიამ დაიპყრო ისევ. არა ვიშავრა, მე იმას შევქმნი ხა ტიტულს და 321. ისეთ ღონისძიებებს ახლა უნდა მოვერიდო. რომელიც ფულს პირდაპირ გამაცლის. ერთ სიტყვით გავაგზავნოთ ესე. კიდე მომეკვლევია, რა კიდათ ვინახავთ? ეს უნდა გამოვიწვიო, ასაც ვერ გამოვიწვიო. 1559 მაქვს, მალთან წინ მისწრებს ბევრი. პრესტიჟი. ეხლა საქსონიამ ისე რომ განავრცო თავისი ის, 1079, 15 ვასალი, საკმაოდ ძლიერი გაერთიანება. ადი ისე გავწარცოთ აქ რიგი იმის ტერიტორიების. გავაგზავნოთ. და ეხა ვიმხიაროთ. ცოტა შორს წავიდეთ, ხოთა შორის აი ესე ჩავუვით რა. კიდე გამოსასყიდები. შვენიერი კიდე.
გატაცებული ხალხიდან კი ვითხოვ გამოსასყიდებს, მაგრამ მე მეპატიება მე ხო ვიკინგებ, ხო? ხელა ის ლაპლანდიის სახელმწიფოში საქმეები, ხო? რამდენი გვინდა? 256 მეტია. საიდუმლო რჩევლის ვაკანტურ თანამდებობაზე დავნიშნეთ ადამიანი სახელად ჩემი ძია ლაგონგაიკა, აჰა. ბატონ ლაგონი და ეს. რა აქვიდებს? ალგენ კაისე, ამილი ფინური სახელი და გვარით. სამაცრელი. მოკლედ ვიხოჭა ფულს. ოი. დროზე ვეღარ ავახვევთ, ხო? აჰა, ავახვევთ, რა გინდა გავასწრებთ. ერთმანეთს ემზვიან. მოდი მაშინ აგებიღოთ, ისე გავაგზავნოთ, რა პრობლემაა? არა. ჩერაი, ოპა. მადიარებს იმის ქუშკა ერთიანი და ამას ასლოვენი მაგი ნოვგოროდის მერე ნოვგოროდის სამეფო შექმნა და მერე რუსეთის იმპერია ადრე კიბახ შექმნილია ამ ტერიტორიებს აერთიანებდა მაგრამ ვერ ერისებია მეოცა აქვარ და რუსები რო არიან კიდე და რუსეთის გაერთიანება რომ მაგათი დედა მოტყანი ყველა რუსის მერე ესეც მოვკალი, ესე იგი ეს მე გავხდი უკვე ახლა ეს რაღაც დათვისის უკვე დავიმსახურე, ნახეთ? დათვისების ტარება დავიმსახურე რა. 15 პლუს და სადავო ეხლა. სადაუნაცვდი ნახე 491.18. ჩემზე ვით არის სულ რაღაც 10 კაცი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ხო. ელელა მე მგონი გავხდები ესე თუ გავაგზავნე ლოჟის მეთაური. აუცილებლად წარმატებული ამ საქმეში. რა მიწებს წავსავ რა ღარიბი მიწებია რა. გამოსასყიდი ხوار გაგიზრიოთ ფილმს ეს ციხეში ამდენი. ადი ახლა ესეთან ავიყვანოთ ზოგიერთი მათ. ვეთავიყვანოთ. იარა და პირად მონოთ ასე რო ვთქვა. ესე. ესე. 1590 მეომრით მოდი ვიობოთ კაი. მოდი, აი ჩემი და მე მოდი. ხო გითხარი დედას გიტირებს. ულტრაკო რუსების სავლატაო არ არის. ნოვგოროდელების მით უმეტეს რომლებაც ომის გაგებაში არიან. არასოდეს. არა გამოსასყიდისთვის ფული მოგროვდა. არც უფრო ცენტრი და ქვევით ჩავდივარ, მით უფრო მოსავლიან და დიდარ მიწებს და კარგად დასახლებულ რეგიონებს ძარცვავ და მით უფრო მეტი შემოსავალი შემოდის, მაგრამ მით უფრო დიდია რისკი, რომ ეს პატარა ის, რომელსაც დააკდა ხალხი, რომ ის მოხდეს დამიჭირონ და დამამარცხონ და ის მიყვონ რა, გაანადგურონ, ასე რომ მაგისთვის საფრთხილია ხოლმე საჭირო.
რაც არ შეგაწყენინებ. $1400 აი, მამარცხები ხედავთ. ჯერეთ დავამარცხეს. დაინახეთ. რამდენი ადამიანი მომიგეს. $482 პრინციპში ვებგონი ავაკეთებ ამ ყველაფერს. ესენიც ბარემის ვქნათ. თით ამ არმიამ და ამ ლაშქრობამ თავისი ის მეგონი შეასრულა. და აი მეგობრებო, ნახეთ თქვენ წინაშე ლაპლანდიის სამეფო. და მე ვარ უკვე მეფე. დიდებული ადამიანი. ესეც ესე და უკვე მომდევნო სერიებში დარჩება მხოლოდ და მხოლოდ აი ამ იმპერიის ჩამოყალიბება. და ჩემი ყველა მცდელობა იქნება მიმართული მხოლოდ და მხოლოდ ამისკენ. ერთ სიტყვით დღეს შევჩერდებით ქვეყნის ნებართვით აქ. რა ვიცი. ყველა სასიამოვნო საღამოს იმედია კარგი საყურებელი იქნება და იყო. და თუ რამე შეკითხვები გექნებათ და ინტერესი გაგიჩნდათ ამ თამაშის, შეგიძლიათ თამამად დამისვოთ და მკითხოთ კომენტარებში. და რაც თავარია, გადაგავიწყეთ მოწონება, არქის გამოწერა. ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თქვენთან იყო ხო? დროებით მომავალ შეხვედრამდე.